მოგესალმებთ ყველას. ჩვენთან ჯერ კიდევ დილისაც საათია, ეველინას ისევ ძინავს, ამიტომ მე მქონდა ცოტაოდენი დრო, რომ თავისთვის მიმეხედა, ასევე სახლი დამელაგებინა და ეხლა მე მგონი იმის დროც დამრჩა, რომ 7-ად წყნარად ჩაი ან ყავა დავლიო და დაველოდო, როდის გაიღვიძებს ჩვენი ევე. ჩვენთან უკვე 11 საათია და ეხლა გაიღვიძა ეველინა. ისმის მისი ხმაც. პირველ რიგში დავალევინებ რძეს და მერე უკვე ისაუსმებს. ევე მისце დალია, ეხლა კი გავუკეთებთ ომლეტს ყველით. და იმედია შეჭავს ალბათონი. გვიანად გაძალიან და დღეს რაღაც არეული გრაფიკი გვექნება, ასე მგონია. ეველინას დღეს მოუმზადებ სადილად ოსპს. წამოვატოვებ პირველ წყალს გამოვუცვლი და მერე უკვე დავიწყებ მომზადებას. ოსპს გამოვუცვალე პირველი წყალი და როგორც კი წამოდუხდა, ეხლა დავუმატებ ცოტაოდენ ზეთს, დაჭრილ ხავს, ერთკვირ ნიორს, დაფნის ფოთოლს, გახეხილ სტაფილოს, გახეხილ პამიდორს და ცოტაოდენ ორეგანოს.
მოლი ყავს უხასიათოდ. სივა. მოლი. ეს ბანანის ჭამის დროც მოვიდა. ხოდე. შეჭამ? დამოუკიდებლად? გინდა მოლი დაგეხმაროს? მოდი ვჭამოთ ხო? ეველინა სადილი მზად არის უკვე და დავიწყე, აი მეხმარება. ეველინა სადილი მზად არის უკვე და დავიწყე ნელ-ნელა ჩვენი სადილის მზადებაც. დღეისათვის გადავწყვიტე შევწვა ხორცი და რადგან მაცივარში აღმოვაჩინე რომ მაქვს სუფთა იოგურტი, ვიფიქრე გავაკეთო ძაძიკი. ეს არის ჩემებული ვერსია. ჩემი ვერსიაც არის დღეს, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ხნიერმა ბერძენმა ქალბატონმა მასწავლა წლების წინ და მის მერე ესე ვაკეთე. მაშასე ამისთვის დაგვჭირდება გახეხილი კიტრი, 1-2 კვილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, სუფთა იოგურტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაწურული მაწონი და ცოტაოდენი ძმარი. მე ვაკეთებ ძმრით, ძალიან ბევრი აკეთებს ლიმონით. და ეხლა გავხეხავ კიტრს და ვეცდები მაქსიმალურად გავწურო, ანუ არ უნდა გქონდეს სითხე. აი ჩვენ ძაძიკიც მზად არის. შემეუღლეს ხოთშორის ძალიან უყვარს ქაბაბთან, კატლეტთან, შემწარხოცთან ერთად მირთმევა. მე მაგალითად მარტო აი პურის ნაჭერსეც რომ გადავუსვა და ისე ვჭამო, არა ვარ წინააღმდეგი. მე ძალიან მიყვარს შემწარ კარტოფილთან ერთად. ესეც ევეს სადილი. დაველოდები ახლა ცოტა ხანი შეგრილებას და მე უკვე ვაჭმევ. მანამდე კი ჩვენი სადილის კეთებას გავაგრძელებ. ჩვენი სადილიც მზად არის, ევემაც დაიძინა და ეხლა შეგვიძლია მშვიდად მივირთვათ. თქვენც ვინც სადილობთ, გემრიელად მიირთვით. სადილეთ მე და ზურა, ევენამაც დაიძინა და გამოვიქეთ ეხლა სუპერმარკეტში, ცოტა რაღაცები რო ვიყიდო, რადგან ორშაბათს დაკეტილი იქნება. და ისეთი სიცივე აღმოჩნდა გარეთ. მზე არის, მაგრამ ისეთი ცივი ქარი უბერავს. გავიყინე.
საკმაოდ დიდი ხანი დამაგვიანდა მარკეტში. იმდენი ხალხი იყო სალაროსთან, შაბათი დღე რო არ და თან დაემთხვა რომ შაბათს არაფერი არ იმუშავებს. ეხლა კი მივდივარ სახლში, იმედია ეველინას ისევ ძინავს. და ცოტათი მოვასწრებ მეც დასვენებას, დაჯდომას. ნუ დავისვენო ცოტა. ევეს მოუმზადე სიმინდის ფაფა ქლიავის ჩირით. საკმაოდ კარგად ეძინა და თან შია ისე იქცევა, ეტყობა რომ ძალიან შია. და ეხლა შევჭამთ ჩვენს ფაფას. ჩვენთან უკვე 10 საათია. ევეს ვამზადებ დასაძინებლად, ეხლა გზეს შევუცხელებ. ეკი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, იმედია მოგეწონათ ჩვენთან ერთად გატარებული ეს ერთი დღე. კარგად.